ამ ვიდეოში YouTube ლიგის საუკეთესო მეკარეები დააკომპლექტებენ გუნდებს YouTube ლიგის ფეხბურთელებისგან. მონაწილეები სამი სხვადასხვა ჩელენჯის დახმარებით შეარჩევენ მოთამაშეებს სამი სხვადასხვა პოზიციისთვის. თველების აყვანას ბურთის გაგორებით შეძლებენ. მათ გუნდში აღმოჩნდება მოთამაშე, რომლის შესაბამის სექტორზეც გაჩერდება გაგორებული ბურთი. ნახევარმცველების დასამატებლად მონაწილეებს ჩვენს მიერ შედგენილ ქვიზში სწორი პასუხების გაცემა მოუწევთ. შემტევებს შემტევ სტილში დაიმატებენ და სასულო შემტევის შესაბამის კუთხეში მოუწევთ ბურთის გატანა. და ჩვენი სპონსორი იცით ვინ არის? საქართველოს საკალათბურთო, საფეხბურთო და ოლიმპიური ნაკრებების სპონსორი. და იცით რა შვებით? ჩვენ და საქართველოს ბანკი კომენტარებში ვათამაშებთ აი ამ ორიგინალ მაისურს. დაწერე რა ანგარიში დასრულდება მატჩი და მოიგე აი ეს მაისური. ვიდეოს ბოლომდე უყურე, არ გამაგიჟო, გეხვეწები რომ იცოდე ვინ თამაშობს რა. პირველი ჩელენჯი ბურთის გაგორებანა. ამ ჩელენჯში ისინი აირჩევენ მოთამაშეებს დაცვისთვის. გვაქვს 6 სექცია. მოთამაშეების სექციებში მათი YouTube ლიგის პერფორმანსის მიხედვით გადავანაწილეთ. პირველი ეტაპი 2 სუსტი ფეხბურთელი. მათ მოსდევთ 2 საშუალო დონის მცველი და ბოლოს 2 ძლიერი მოთამაშე. ჩვენ გვექნება სპეციალური ნიშნული, რასაც დავდებთ ძირს და ზუსტად აქედან დაარტყავენ გააგორებენ ბიჭები ბურთს და ვნახოთ ვინ ვის გუნდში მოხდება. გუნდის ვინ გინდა რომ იყოს შენ გუნდში? მე რა თქმა უნდა ჩემ გუნდელებს დავუმიზნებ ისე. მესამე არის კალა. მესამეა თუ მეოთხე? მე როგორც ისე მეოთხეა. ზუსტად გეტყვი ახლა. მეოთხეა კალა. გატყუებდი? მეოთხეა კალა და ნახოთ რა ვიცი, შებერეთ ჯეირანი ვინ დაიწყებს? ჯეირანი. ვახ. გუნდი შეიწყებს. ერთი აცილების უფლება აქვს, მაგრამ მეორეჯერაც თუ ააცილეს მაშინ ყველაზე სუსტიდან აუცილებლად რომელიმე ჩაждდება მათ გუნდში. დავაი გუნდში. შენ ფეხი ჩემზე უკეთესი გაქვს. არა ვიზუალურად, არამედ ფუნქციონალურ ამბავში. გაჩი. აცილა საერთოდ. დასიზავ. თან რაღაცა უწმაწური სიტყვები წარმოთქვა ამ ყველაფერთან. ხომ მიხდი რომ უფრო ნელა უნდა გააგო. მივხვდი უკვე. მეოთხეზე დასვა. გაჩი. ვინ არის ბიჭო? შაკოა? შაკო არის შენ გუნდში? ჯასპორტი შაკო? კი. აბა რა, ძალიან მიხარია შაკო. მე ბედნიერი ვარ რომ შენ აგირჩიე, მეგობარო. ცოტა ძალა დამაკლდა რა. უფრო ნელა გააგორე. არა, ღმერთო. ძალიან გავაგორე. არა, კარგი მცველი ამოგივა, ნახე. კალა. ნახე. გაჩე შეჩემა. ვა, გადავიდა? გადასულია ეს. არა, ხაზია ეხლება. ხას ეხება. რა ხას ეხება და ვირო ყავს გუნდიშას. ბრავო. ქოროს გააყ. ვაჰ. შენ ძალიან. არა, ღმერთო. ისე შეჩემა. არა, მესამე. ისე ვიქაგო, ორი შაკო ყავს უკვე ისე. გამეორე, ხო. კიდე შაკოზე თუ გააგორებ ავტომატურად G2G ჯდება შენ გუნდში. აუ ეს ძალიან მოგივიდა. არა. კალა მოდი. დავაი კალა. აჩიკო არის რაბანას გუნდში. კარგია. გონდიშ სოთუ აცილებ G2G შენ გუნდშია. საღო! კალა არ გიდოდა? კალა ხო გინდოდა. მერე რა? ალა ჩასოა, საღო. ავატყოფია ეს ბიჭო. ბიჭები კმაყოფილები არიან პირველი ჩელენჯით, მაგრამ ზაღლი იყიფება უკან, მაგრამ ჩვენ არ ვაჩერებთ გადაღებას. მეორე ჩელენჯზე გადავდივართ, მეორე ჩელენჯი იქნება კითხვები ბიჭებო. მეორე ჩელენჯში მონაწილეები უკვე ნახევარმცველებს დაიმატებენ. ამისთვის საკმარისია აირჩიონ ფეხბურთელი და ამ მოთამაშის შესაბამის კითხვას სწორად გასცენ პასუხი. კითხვები რთულდება მოთამაშის დონის მიხედვით. აქედან შეგიძლიათ ამოირჩიოთ კითხვა ან YouTube-ზე, ან საქართველოს ნაკრებზე, რომლის მთავარი სპონსორიც არის საქართველოს ბანკი და ასევე ამაკის მთავარი სპონსორიც არის საქართველოს ბანკი და არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ არასდროს არ უნდა გაჩერდეთ. რაბანას და გუნდშას ამ შემთხვევაშიც ერთი შეცდომის უფლება აქვთ. რაბან, შენით ვიწყებთ. რატო ვიწყებ ჩემი? და ესე იგი, ფეხბურთელები ყავს ყურა, მავანი, კნო, აჩიჯაიანი, ცოტნე ქინქლაძე და გუგა. გუგა? ეს არის ხო. ესე იგი, ყურა და მავანი არიან მარტივ კითხვებში, კნო და აჩი არიან საშუალოში და ცოტნე და გუგა არიან რთულში. შენ შეგიძლია აირჩიო მარტივი YouTube-დან ან მარტივი საქართველოს ნაკრებიდან, ან არ ვიცი, რაც გინდა რა. მოდი YouTube და რთული იყოს. ცოტნე თუ გუგა.
გუგა იყოს. ვინ იყო იუთუბერი, რომელიც ჯეოჰოლიკს უპირისპირდებოდა? შენ იცი ამბავი? ჯეოჰოლიკი ვინ არის? კითხვა დავსვი და 5 წავში მოდები. ცდილობ რომ რაღაცა გამოგთხუო. 5 ჯეოჰოლიკი ჯეო რაღაცი 3 2 1 ერთი წამი როდიდელი ამბავი ეგ მაინც მითხარი. დაახლოებით 9 წლის წინანდელი. 5 წამი გაქვს 5 4 3 2 1 პროვოკატორი? არ არსებობს. ეს იცოდი და თავიდან წელავდი? გილოცავ. კი, გუგა წაიღო. შეაგოს. გასიზავ, კნოს აირჩევ ალბათ. მოდი მე ისე მივაწვევი ჩემი გუნდის აღდგენას. კნოს აირჩევ და YouTube-ს თუ საქართველოს ნაკრებს. ამაჰო YouTube-იაში მე ნაკრებს ავირჩევ. კარგი კნო ნაკრები. რომელ ქართველ მეკარეს აქვს ყველაზე მეტი თამაში ჩატარებული ეროვნულ ნაკრებში? ლეა. სავარაუდოდ გიორგი ლორიას. აფიქსირებ მაგასო. აფიქსირებ გიორგი ლორიას. გილოცავ. კიდევ ერთი ოქტოპუსის წევრი დაიმატა გუნდიშამ, კნოც გუნდიშას. ძალიან მარტივი. კარგი. შემდეგ. გაჩიჯაიანი იყოს მოდი. აჩიჯაიანი, საფეხბურთო თუ YouTube? მოდი YouTube იყოს. YouTube. კითხვა რა ბანას? ხუცავს რატომ? YouTube-დან. ნამეტად იცოდი. არა, კაი, ხუცავს არ გაძლევ, პროსტა აღარ მელაპარაკო. გაძლევ და 1 2 3 და გიორგიალებ. გიორგიალებ. დადექი. გიორგიალებ. შენი ძაღლუში. ვის ეძახიან ამ ცხოველის სახელს თუ გეტყვით რომ ეს ცხოველი გარინჩამ წაბილწა? კითხვა სვამ და მცემ პასუხს ეგრევე. ერთი წამი, კაცო, მაფიქრე რა, ეგრევე გცემ პასუხს. დიდი მადლობა ჰაფშის ამ ორიგინალი ფორმისთვის. ასევე ამ ორიგინალი ფორმისთვის და ამ ორიგინალი ფორმისთვის შეგიძლიათ შეხვიდეთ ჰაფშიზე და შეიძინოთ ორიგინალი აბსოლუტურად ყველაფერი. ერთი იდეა გაქვს, მორჩი ფიქრს, გისმენთ? ატო ბაციკაძე? გოუთი? შენ რაღაცა ხო არ უკარნახე? და გოუთი რა შუაშია? არ ვიცი, რა ვიცი. გოუთი რა არის? ვისა თხა რა? და თხა რა შუაშია? ატო ბაციკაძე ეძახიან გარინჩა რა შუაში იყო? არ ვიცი, ალბათ დაკავშირებულია მაგ თხასთან. კარგი, ეს სწორი პასუხია, მოდი არ ვიტყვით, გარინჩა რაებს აკეთებდა თხასთან. აჩიჯაიანი არის შენს გუნდში, გილოცავ. ცოტა კენკლაძე იყოს, მოდი რთულს ავირჩევ და იყოს ნაკრების კითხვა. 1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. დაასახელე ნაკრები, რომლის დამარცხებაც შევძელით ანგარიშით 1-0. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ იყოს სომხეთი. სომხეთი არ არის სწორი პასუხი და სწორი პასუხი იყო, თქვა არა იყო სწორი პასუხი, მოლდოვა იყო სწორი პასუხი. YouTube-ში შეგიძლია აირჩიოთ ცოტნე ქიკლაძე. იყოს. რომელ ქართველ YouTuber-ს ერქვა სერიალ ЧПС-ში დევი? შონზიკას? აფიქსირებ? დავაფიქსირებ. ეს არ არის სწორი პასუხი. სწორი პასუხი იყო გეგაჯაში. გუნდიშამ ორი არასწორი პასუხი გასცა შეკითხვას და ყურა და მავანიდან უნდა აერჩიოს ერთი ადამიანი და ეს იქნება კვარა. რობერტო მავანი იქნება გუნდიშას გუნდში და უკვე რამდენი ხარ ადამიანი ჩემპიონია. რატო არის მარტივებს ჩასული ერთწუთი? რატო მარტივებს ჩასული? კაც ჩემპიონი გახდა, იზრუნდა საკუთარ პროგრესზე. გაუცვალე. არა, მე გადავედით მესამე ჩელენჯზე. მესამე ჩელენჯში მონაწილეებს მარტივად მოუწევთ გაარტყან ბურთი მათთვის სასურველ შემტევს კარის ჩარჩოში. ამ შემთხვევაში მონაწილეებს ეძლევათ ცდის ორჯერ გაფუჭების საშუალება. და გადავედით მესამე ჩელენჯზე, სადაც რთულში მონაწილეები არიან ბასტო გოგუა და ნიკოლოზ ვასაძე, საშუალოში არიან ტატო, იგივე გოუთ ბაციკაძე და გეგაჯაში და ყველაზე მარტივებში წარმოდგენილი არიან ველდანიდან ალექს ზაგნიძე და თორნიკე პარუნაშვილი. ნახოთ ბიჭები ვის აირჩევენ, ვის გაარტყავენ ბურთს სახეში და ვინ იქნება მათ გუნდში. წარმატებები ბიჭებო, ვინ დაიწყებს? ისევ ჯეირანი ითამაშეთ. ეს ზაღლი სტადიონზე შემოვიდა, კაცო. ჯეირანი. ავითრას. რაბანა იწყებს? რატო წეღა მე არ დავიწყე ის. რა შენ მოიგი? ბასტო მინდა რა, ბასტო. მე ყველაფერს ვიზავ რომ ჩემთან იყო და ჩემს სიახლოვეში იყო. ვაიმე, პირველივე. აბა რა ბასტო. პირველივე. ბასტო, მე დაგპირდი შენ. ჩვენს ცალკე რო საუბრობდით, მე ვთქვი რომ შენ ყოველთვის ცხოვრებაში, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემ გვერდით იქნები. ვაიმე!
შენი ბიჭო ვაიმე იმიქეთ ჩემი რასაკ ნიკოლოზ ვასაძე დატო გუნდიშას გუნდი ტატა ვასო კაია მაგრამ დატოს უმიზნეთ არ ერთად ზინავთ რა ამ ხალხს რა ქნა ყველგან ერთმანეთი უნდათ დარჩენილი არის გეგა ჯაში გეგა ჯაში ტატო რომელიც შეგიძლია წაართვა და გუნდიშას ტატოს დაუმიზნე ხო ტატოს დაუმიზნე და გუნდიშას წაართ ტატო აგე აი თუ ბებერ სახეში არ გაგარტყა ეხა ეს არავინ არ იყო მაგრამ კარგი გოლი იყო ერთიც და დაგჭა შენ გუნდი შენი ჯერია ერთ-ერთიც და დაგჭა თორივეს თუ არა და აერჩევ თქვენოდან შენ ბიჭო ნუ ხარ პოროჭიე რაბან ვის გინდა რომ გაარტყა მე მაყურებელი ითხოვს რომ ჩემი ტრადიციული გამოხადება და გავაკეთო ვის გაარტყა ხო იცი თუ ვერავის ვერ გაარტყა ვირჩევ ან თორნიკეს ან ალექსას თითო რაუნდი დაგვიმატეთ გაგვიმატეთ ხო რა არა და დიდი უნდა დაგვიმატო ერთი რაუნდი რა რაბანას დავამშვიდობეთ და დაემშვიდობი დაამატე ერთი რაუნდი გუნდის არ შეიძლება ძმო უეგრეთო ვიდეო არ გინდათ რომ ცოტა ხანგრძლივი იყოს ბიჭო მართლა გეუნები ცოტა გამოვა აუ კაი ერთ-ერთი დაუმატოთ გამოდი აქეთ გამოიწიე გუნდის ბიჭო რაღაც სუდად დევს და რაღაცნაირი დიდი მანძილია ვა შენი დედავა და ერთ-ერთიც დადარჩათ ბიჭებს აბა ტატო წართვა გუნდი რაბანას გუნდი დაკომპლექტებულია და გუნდიშას გავარკვევთ ეხა ვინ ეყოლება ვა და გეგა ჟაში აღარ მინდა რაბან მოდი ჩვენთან კარგი გუნდები უკვე გადანაწილებულია თიმ გუნდიშა თიმ რაბანა დაცვაში ვინ ყავს გუნდში მირო კალა თქვენ შაკო და აჩი ნახევარდაცვაში ნახევარდაცვაში ყავს ერთი კრომბიჭა და მეორე აქ ხვედია ბიჭო როგორ არ გახსოვს შენი მოვიწყდა მაგარი კაპიტანი ყავთ კითხვებზე პასუხს რო სცემდი ყვარა ყვარა მე წეგათ ყველა კი არ შენ ვინ ყავს ნახევარდაცვაში ვინ ყავს ვინ ყავს ნახევარდაცვაში უგეჭოდია და მეორე ვინ ყავს მეორე ვინ არის ვინ ამყავს ვინ არის მეორე სერიაში გაიგეთო ნახევარდაცვას მეკითხები პირდაპირ ნახევარი და თან დაცვა ანუ ორად გაყოფილი პიროვნება ეს სადავარჩიე მე ნახევარდაცვა კითხვებში რო გაიცი უგეჭონია დაცვა აჩი ჯაიანი აჩი ჯაიანი არ მჭირდებოდა შენი გახსენება ისე და თავდასხმაში თავდასხმაში მყავს მე ეხა გეგა ჯაში და პირველი გავარტყი ნიკოლოზ ვასაძე და თქვენ ვასაძე დატანჯული მყავს რა გზის და ვაშა გოგუა პასტო და მეორე ჯაში გოუთი კაცი ჩვენი და კარგი დატო ბაციკაძე მოკლედ თქვენ უკვე იცით ორივე მათგანის გუნდი და არ დაგავიწყდეთ რომ კომენტარებში დაწეროთ რა ანგარიშით მორჩება მატჩი და თქვენ მოიგებთ აი ამ ორიგინალ მაისურს დაელოდეთ ამაკის შემდეგ ვიდეო, სადაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება.